და აი ზუსტად მაგ კონტექსტში დაახლოებით რამოდენიმე თვის წინ სკანდინავიური რამოდენიმე სახელმწიფო სამსახურებმა გამოაქვეყნეს საჯარო შედარებით საჯარო სტატია, რომ თუ დასრულება უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი მეტწილად რუსეთის სასარგებლოდ, რუსეთი მზად იქნება დაახლოებით ერთ წელიწადში, წელიწადნახევარში, რომ ასე ვთქვათ, ბალტია იქნება თუ სხვა მიმართულებით. Როგორ ფიქრობ, რეალისტური სცენარია? მე ამჯერა რომ ის ნატოს სახელმწიფოებს თავს დაესხმება, აი ეს პირდაპირ აგრესიით, როგორც უკრაინას მიმართებაში იყოს. ჯერ ეს ერთი ამას რამდენიმე მიზეზი და არგუმენტი აქვს. ეს უკვე იცით როგორი ვაბანკი იქნება, რომელიც საერთოდ ბირთვულ დაპირისპირებამდე შეიძლება მიიყვანოს. იმიტომ რომ საერთოდ დასავლური სამყაროს უსაფრთხოების არქიტექტურის გასწრეს დედამიწაზე არსებობს ნებისმიერ ფორმატებზე ეს იქნება ქარტიები, აეროსი, ეუთუსი, ასე შემდეგ ყველაფერი კითხვის მნიშვნელობის ქვეშ დადგება, აღმოჩნდა რომ არაფერი არ მუშაობს. მაშინ ამაზე პასუხი არ გასცა მე, ისეთი როგორც გასაცემია. თუმცა საერთოდ ყოფნა არ ყოფნის საკითხი დაუდგება, ამიტომ მე არ მგონია ასე მოხდეს. მეორე საკითხია რუსეთისთვის უკრაინას სხვა მნიშვნელობის საკითხია, მისი იდენტობით სხვათვის ყოველ შემთხვევაში იმ რუსული წიაღისთვის, რომელიც აი ამ მის გეოპოლიტიკურ სივრცეს, მის რუსეთის ევრაზიულ ცენტრიზმს უყურებს აი ტრადიციულ რაღაც იმპერიულ ჭრილში რა და ნებისმიერი რუსული კონცეფცია საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდიდან დაშლამდეც კი, რომელიც რუსეთში სახაროვიდან დაწყებული იქნებოდა, ყველა იყო რუსეთის ცენტრალური მდგომარეობის ირგვლივ, ანუ რუსული სამყარო, რუსული რაღაცა ევრაზიული კავშირი, ხო, სხვადასხვა სახელებით ეს სუვერენული დემოკრატიის ნებისმიერი კონცეფცია საერთო ჯამში რუსულ იმპერიულ ასე ვთქვათ გავლენას ემსახურებოდა, ანუ ცენტრალური ხედვა იყო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთი ყოლმდებოდა. რა უნდა აღადგინოს? ეხლა ისიც მახსენდება გინდა ბზეჟინსკის ნობელი სიტყვები უკრაინასთან მიმართებაში, რომ მისი გეოპოლიტიკური წონა რუსეთს ვერასოდეს ვერ დაბრუნდება ძველ ნიშნულზე, თუმცა უკრაინაზე კონტროლი არ ექნება, გარდა ამისა, რომ ვიცით ხო სლავური სამყაროსთვის კიევი. ანუ აქ როგორი მომენტი არის, გარკვეულწილად ჩვენ ახლა უყურებთ იმას, რომ იგივე სლავურ იმაში რუსეთის მარცხი მოსკოვის მარცხს ნიშნავს. სლავურ სამყაროში დომინანტი კიევი გახდება აბსოლუტურად დომინანტი ამ შეჭრაში. არ მეპარება თუ ისინი შეძლებენ სახელმწიფოს მშენებლობის გაგრძელებას, იმიტომ რომ თავი მთელი რიგი შიდა სერიოზული პრობლემებია, რომელიც აქ დასაძლევი და მე ხშირად ვამბობ უკრაინასთან მიმართებაში, რომ ომიომად, მაგრამ გეშინოდეთ მშვიდობის მეთქი უკრაინასთან მიმართებაში ეს მშვიდობა დადგება, არ იქნება მარტივი სიტუაცია, რუსეთი არ მოეშვება იქ სხვადასხვა ხერხების მანიპულაციებს და